ინფლაცია ოდნავ შემცირდა, თუმცა ის კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. საქსტატის მონაცემებით მაისში ინფლაციის დონე 5.7% შეადგინა. ყველაზე მეტად წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით ფასმა ტრანსპორტის სფეროში მოიმატა. სექტორში 3%-იანი ზრდაა თვიურ ჭრილშიც. 7.2%-ით არის მომატებული ფასები ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე. 7%-ით კომუნალურ სექტორში, 5%-ით კი სურსათზე. ამავდროულად 6.4%-ით შემცირდა ფასები კავშირგაბმულობის სექტორში. ავეჯსა და სახლის მოვლის საშუალებებზე კი 1.3%-ით. ეროვნული ბანკის პროგნოზით ინფლაცია 2027 წელს 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა მსოფლიო მასშტაბით ინფლაციურ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მათ შორის საქართველოშიც. სების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, დღეს არსებული ცენტრალური სცენარით კონფლიქტის ეტაპობრივად დარეგულირების შემთხვევაში ინფლაცია თანდათან შემცირდება. მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის 372 მილიონ დოლარს გამოყოფს. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პროექტი დაამტკიცა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის გადაზიდვების მარშრუტზე საქართველოს როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტი სარკინიგზო ტვირთგადაზიდვების შესაძლებლობის ზრდას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და სატრანსპორტო სექტორში რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს. მსოფლიო ბანკის შეფასებით ინიციატივა დაახლოებით 900,000 ადამიანს მოუტანს სარგებელს, შეამცირებს ლოგისტიკურ ხარჯებს და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პროექტის საერთო ღირებულება 750 მილიონ დოლარს აღემატება. წყლის რესურსების მართვა, ახალი რეგულაციები და ბიზნესის გამოწვევები. ამ თემების ირგვლივ გაიმართა შეხვედრა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ორგანიზებით. შეხვედრაზე განიხილეს წყალსარგებლობის ნებართვის საკითხი, წყლის რესურსების კანონში შესატანით ცვლილებები და სექტორში არსებული გამოწვევები. ასევე საუბარი შეეხო ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დაწესებას და წყლის ჩაშვების პროცესების რეგულირებას. სიახლეები ეტაპობრივად 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. შეხვედრას სხვადასხვა სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, გამოწვევად რჩება ფარული ხარჯები, რომელიც ბიზნესს წყლის გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო აქვს. შესაბამისად, ტექნიკური გადაწყვეტები, რაც მომავალში იგეგმება, მნიშვნელოვანია მათი საქმიანობის სწორად წარმართვისთვის. 25 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სამსახურში 3015 საჩივარი შევიდა, საიდანაც 2009-მდე დაკმაყოფილდა. ამის შესახებ საუბარია ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის ანგარიშში. მომსახურების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, მომხმარებელთა დროული ინფორმირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ის ძირითადი საკითხებია, რაზეც მიმდინარე წელს აპარატი ძირითად ყურადღებას გაამახვილებს. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სამსახურის ფუნქციონირების მიზანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ქართული მოდის ინდუსტრიისთვის გამოწვევად რჩება. სექტორში არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე პროცესმა ქვეყანაში სამოსის წარმოება გააძვიროს, რადგან ქსოვილები ადგილობრივად არ იწარმოება და ინდუსტრია იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული. მომატებულია ტრანსპორტირების ხარჯებიც. მთლიანობაში ადგილობრივ სამკერვალოებსა და ბრენდებს საჭირო ნედლეულის ფასი 25-30%-ით გაეზარდათ. ადგილობრივი მწარმოებლები ფასების შენარჩუნებას საკუთარი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზად ცდილობენ, საჭიროების შემთხვევაში კი ღირებულება მინიმალური 5-7%-ის ფარგლებში გაიზრდება. მსოფლიოში ახალი მაღალი სიზუსტის სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი იქმნება. სპეციალურად სამედიცინო მონაცემებზე გაწვრთნილ AI-ის ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი და ამერიკული სამედიცინო კვლევითი ცენტრი Mayo's კლინიკა ქმნიან. პროექტის მიზანია ჩაანაცვლოს ინტერნეტში გავრცელებული არაზუსტი და ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათო სამედიცინო რჩევები. ახალი მოდელი უშუალოდ კლინიკის სამეცნიერო კვლევებს, პაციენტების ანონიმურ ისტორიებსა და წამყვანი ექიმების გამოცდილებას დაეყრდნობა. საწყის ეტაპზე ტექნოლოგია სამედიცინო პერსონალი გამოცდის, მოგვიანებით კი ის Microsoft-ის chatbot-ში, Copilot-ში ინტეგრირდება, რაც რიგით მომხმარებლებს სიმპტომების გადამოწმებისა და ზუსტი დიაგნოსტიკის შესაძლებლობას მისცემს.